Მომავალსადმი მიმართულ ტერორიზმის ბრალდებაზე მინდოდა მეთქვა. აქ რეალურად ძალიან პროზაულად არის საქმე. ერთი მხრივ ტერორიზმი თურქეთში სტანდარტული პოლიტიკური ბრალდება იმ სტილის საბჭოთა კავშირში ხალხის მტრობა როგორიც იყო, მაგრამ მომავალ შემთხვევაში ამას სხვა დატვირთვაც აქვს. საქმე რაშია? ამ ბოლო პერიოდში უშუალოდ ერდოღანის მეცადინებით მიიღეს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის საშუალებითაც უკვე ბრალდება რაიმე სახით უკავშირდება ტერორიზმს. ხელისუფლებას ეძლევა უფლება, რომ არჩეული პოლიტიკოსის მაგივრად, იგივე მერის ან სხვა პოლიტიკოსის მაგივრად, ვინც მოესურვება ის დანიშნოს მის ადგილას. და იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში მუნიციპალიტეტები პოლიტიკური პატრონაჟის და პოლიტიკური კორუფციის სისტემებში უმნიშვნელოვანეს ადგილს ადგილს იკავებენ, ხოლო სტამბოლის მუნიციპალიტეტი ქვეყანაში უმდიდრესია და ბევრი ქვეყნის ბიუჯეტზე მეტი ბიუჯეტი გააჩნია. ამ ეკონომიკური პრობლემების პირობებში ერდოღანისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მუნიციპალიტეტი კვლავ თავისი კონტროლის ქვეშ ყავდეს, რომ უფრო უკეთესად ყვებოს თავისი მომხრები, იგივე ტენდერებით, იგივე მაგალითად და ფიქსიური დასაქმებით და ასე შემდეგ. ანუ ეს მომენტიც არ არის დასავიწყებელი. ხო, პროტესტის შემადგენლობაზეც რო ვისაუბროთ, ახალგაზრდების თემა ახსენეთ, რა უნდათ მათ? სულელება მნიშვნელოვანია და რა შინაარსი ახლავს ამ პროტესტს, რას ითხოვენ ისინი? ნუ ხართულია ძალიან მრავალწახნაგი პროცესია, ბევრი ადამიანი, მაგრამ მთავარი გზავნიერი არის ის, რომ ასეთი ვითარება არის ცუდი. ჩვენ ამ შემთხვევაში ახალგაზრდები მით უმეტეს, აი ნახეთ 2023 წელს, ესე იგი ყველაზე მცირე მხარდაჭერა ერდოღანმა მიიღო იმ ხალხში, ვინც პირველად გავიდა არჩევნებზე. ხო და ამიტომ პრინციპში ესე თქვა ელექტორატი, ესე თქვა იცვლება, ახალგაზრდა თაობა უფრო პროგრესულია შესაბამისად თურქეთში. მათთან ვერ რეზონირებს მათთან უფრო და უფრო უჭერს ნამდვილად ერდოღანსაც რა საერთო ენის მონახვა და ნუ ჩემი ის არის აი ცოტა აი შიში ის არის რომ ბევრია ეს ახალგაზრდა უბრალოდ წავა თურქეთიდან და აი იქნება რაღაცა ტვინის გადიდება თუ ასე თქვა ეს კრიზისი ესე იგი ნორმალურად არ იქნება დაძლეული. სანდროშე როგორ ხედავს შემადგენლობას და მოთხოვნებს და რა იწვევს ახალგაზრდობის გააქტიურებას პროტესტში? პირველ რიგში დავიწყოთ იქიდან, რომ მიუხედავად რომ ახალგაზრდობა წინა პლანზე იყო, ძალიან ეკლექტური და ძალიან მრავალრიცხოვანი პროტესტები, რომლებშიც ძალიან მოულოდნელი ფიგურების კი ჩაენ. იგივე მაგალითად სტამბოლის პროტესტის ვიდეოებში არც მეტი არც ნაკლები რელიგიურ ტანსაცმელში ჩაცმული სხვადასხვა რელიგიური ჯამათების წარმომადგენლების კი ჩანდნენ, რომლებიც საპროტესტო აქციაზე გამოსნახვაც ნორმალურ სიტუაციაში წარმოუდგენელი იყო, იმდენ ერდოღანის ხმების ტიპოდ მოიაზრებოდა ეს რელიგიური ორგანიზაციები. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკურმა პრობლემებმა და უსამართლობის შეგრძნებამ იმდენად საზოგადოების ყველა სეგმენტს დაარტყა, რომ ანუ არ ვიცი აი ანუ ეს არის ხომ თავარი რასაც ეხება სხვადასხვა ფენის ბრაზი სამართლობის შეგრძნება და ეკონომიკური წნეხი. რაც შეეხება ახალგაზრდობას, აქ ეს უმომავლობის შეგრძნება უკვე ახსენდა, ეს უმომავლობის შეგრძნება უკვე იმ დონეზეა მისული, რომ თვით იგივე პოლიციასაც, საჯარო მოხელებსაც და ყველას ძალიან ურტყავს და ასე მაგალითად პოლიციელის საშუალო ხელფასით სტამბოლში ის ნორმალურ ადგილას ბინის ქირაობა დღესაც უკვე წარმოუდგენელი, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ თურქეთში ეს პოლიციის საერთო საცხოვრებლები როგორც წესი დაოჯახებულების და უფრო მაღალი რანგის პოლიციელებისთვისაა გათვლილი, ხოლო პოლიციურ სახელმწიფოში თურქეთის ბოლო პერიოდში იქცა ძალიან ბევრი პოლიციელია. რიგითი პოლიციელების საკმაო ნაწილს ბინის ქირაობის გარდა სხვა გზა არ რჩება. და იმის გამო რომ ანუ ცენტრიდან დანიშნული სისტემა საკმაოდ ძლიერია თურქეთის საჯარო სექტორში, არც რამე სხვა ალტერნატივა არ აქვს. ანუ იმდენ ისეთ სიტუაციასთან გვაქვს საქმე, რომ უმომავლობის შეგრძნების და ამავე დროს ამ ეკონომიკური კრიზისის კომბინაცია ეს ერდოღანის ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად არ იქნება? შედეგია და იმიტომ. და ამას დავუმატოთ ისიც, რომ თურქეთის ეს სამხედრო თავგადასავლები სირიაში და ლიბიაში, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ საკითხებზე საუბარი თურქეთში ერდოღანამდე ტაბუ იყო იქაცებული ჯარის პოლიტიკური გავლენების გამო, რეალობა არის ის, რომ თურქეთის ეკონომიკა ძალიან დიდ ტვირთს ეწევა ეს ყველაფერი. ამას დავუმატოთ პოლიტიკური კორუფცია, ამას დავუმატოთ ის, რომ იგივე თურქეთის ინდუსტრიამ ვერ შეძლო ასე თქვა ეგრეთებული საშუალო შემოსავლის მახის გადალახვა და მართალია ინდუსტრია გარკვეულ დონეზე განვითარდა, მაგრამ იმ ინდუსტრიულ მოდელზე გადასვლა, რომელსაც თანამედროვე სამყაროში მოგება მოაქვს, ვერ ხერხდება. ამ ყველაფერს გათვალისწინებთ ეკონომიკა ვერ მიდის სათანადო ნიშნულამდე და შესაბამისად
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ერდოღანის ავტორიტარიზაცია უცხოელი ინვესტორებიც დააფრთხო, ის ძალიან ხდება დამოკიდებული ტურიზმზე და მსგავს ეგრეთ წოდებულ ცხელფულზე და ასეთ რეალობაში მეტნაკლებად რისეული ცხოვრების სტანდარტების შექმნა და ახალგაზრდებში მომავლის რწმენის გაცვლილება არის ფაქტობრივად შეუძლებელი და თუკი ეს ეკონომიკური რეალობა გაგრძელდება, ანალოგიურად გაგრძელდება საზოგადოების რადიკალიზაციაც და თუკი ეს პროტესტები ჩაახშეს, შემდეგ რამდენიმე წლის შემდეგ უფრო დიდი პროტესტების სახით დაბრუნდება. სანდრო ბოლოს ოპოზიციაზეც კითხავ, გიორგისაც კითხეთ, იგივე გასულ წლებთან შედარებით, როგორ ხედავ ისინი, როგორ ფორმაში არიან დღეს და კოორდინაცია უფრო ეფექტური იქნება თუ არა, ვიდრე წარსულში, იგივე პოლიტიკური პროტესტის კუთხით. რა რესურსის ადამიანები არიან? დავიწყოთ იქიდან, რომ ტრადიციული სახალხო რესპუბლიკური პარტია გასაგებენაზე რომ ვთქვათ, ეს იყო ნაფტალიდან ამოღებული ბუმერების პარტია, უხეშად რომ ვთქვათ, ანუ ეს რამდენიმე კოსტუმიანი ბიძია, არავისთან ლაპარაკი არ შეუძლიათ, ელემენტარული ყავახანაში რომ დასვა, ვერავის რომ ორ სიტყვას ვერ აუხსნა, ასეთი კატეგორია. იჩნდა თავისთვის, აი ათათურქს ხან საუბრებს აწყობდა და ათათურქის ცხოვრების საღამოებს, რომლებსაც ვერავინ ვერ იგებდა. მაგრამ 2019 წლის მუნიციპალურმა არჩევნებმა ეკრემივმა მოღლუს მანსური ავაშის და სხვების გამოჩენამ ეს იმიჯი საერთოდ შეცვალა. ამავე დროს ამ სახალხო რესპუბლიკური პარტიის როგორც მარადიული დამარცხებულის იმიჯიც გააქრო. ამის შემდეგ ამ პარტიის წევრების რაოდენობაში ძალიან დიდი ზრდა შემოვიდა, მუნიციპალიტეტებმა ამ პარტიებს ძალიან დიდი რესურსები მისცა. ხალხთან მუშაობის ძალიან დიდი რესურსი, რადგანაც თურქეთში სოციალურ შემწეობებს პირველ რიგში მუნიციპალიტეტები არიგებენ. და სრულიად შეცვალა ამ პარტიის როგორც მოდუს ოპერანდი ისე ხალხთან მუშაობის რაღაცეები და რაც მთავარია ხალხში ძალიან სერიოზული პოლიტიკური ცვლილებების იმედი გააჩინა. ანუ მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტიის გენერალური ცენტრი ანკარიდან, რომელიც მართავს პარტიას, ცდილობს რომ მაინც ამ მოედნის ამ ქუჩის აქციებს ძალიან რადიკალური რაღაცები არ გამოჩნდეს და ასე შემდეგ. უკვე ისეთი სიტუაცია, რომ ქუჩა პარტიის ლიდერებს პირიქით თვითონ მიაჩნევს ქუჩაში.